დიჟდები ესე გამომცხვარ რაგუზე, ხალხო ძალიან სასარგებლოა. გრამაჟობად კვებაში დიეტების დროს ხო გამოგადგებათ თუ გინდათ. აი ესეთი გემრიელი რაგუ მოამზადოთ, თანაც მარტივად ვიდეოს უყურეთ ბოლომდე. მოგესალმებით, ჩემო საყვარელო გამომწერებო, იცით თქვენ რომ მე ვარ გრამაჟობით კვებაზე და ჩემი თეფშის შევსებაში ძალიან მეხმარება ესე გამზადებული მაქვს უკვე აგერ გამოსაცხობი ფორმა რაგუ. ეხლა უყურეთ, აქ არის ხახვი დაჭრილი, მოვწალი ყვავილოვანი კომბოსტო, აქ არის ბადრიჯანი დაჭრილი და გავრეცხე, გავწურე, აქ არის ფერებში ბულგარული და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი სტაფილო, აი ეს ყველაფერი ესე ალყა დაჭრილი ფერებში ნახეთ ბულგარული სტაფილო, ალყა დაჭრილი ხახვი და ეხლა რა უნდა გავუკეთოთ ამას უნდა გავუკეთოთ მარილი, აი ესე გავუკეთებ 2-3 ჩაის კოვზი მაინც წავა, იმიტომ რომ ბლომად არის ჩვენი რაგუ. ამას უნდა გავუკეთო პილპილი, საკმაოდ ბლომად არის და აი ესე გავუკეთებ პილპილსაც, აი უგემრიელესი გამოდის და ამას უნდა გავუკეთო ბლომად პაპრიკა. პაპრიკა მწარი არ არის და ფერსაც აძლევს და აი საუკეთესოა, ხალხო, საუკეთესო, მარტივად მოსამზადებელი ჯანსაღი და ზეითუნის ეც და მოვასხავ, ამოურევ და გაჩვენებ და ჯანსაღია. აი ჩემო საყვარელო გამომწერებო, აი უკვე ვირუსულად არის მოდებული სიმსივნე და ჩემი თხოვნა იქნება, აი 5-ლარიან და 6-ლარიან ზეთებს ნუყიდულობთ, აი გაიჭირვეთ, თვეში ერთხელ იყიდეთ კარგი ხარისხის ზეითუნის ზეთი და ზეითუნის ზეთი მოასხით და გააკეთეთ ერბოს თუ გააკეთებთ, ერბოში თუ გააკეთებთ, კარაქი, აი ჯანსაღი ცხიმები, ყველაფერი ჩდება, აი ამ უბედური მაღაზიაში ნაყიდი იაფფასიანი ზეთებით რა. ეხლა ამას მოვასხავ ზეთ, სადღაც 1-2 მუჭა, ამოურევ კარგად, გადავიტან პერგამენტის ქაღალდზე, გასქურა უკვე გახურებული მაქვს 250 გრადუსზე და გაჩვენებთ როგორი გამოვა. კარგად ამოურია და ნახეთ უკვე რა ლამაზი ფერია. ბადრიჯანი როგორ მოუხდა, წინაზე არ გაუკეთე ბადრიჯანი, ულამაზესია და გადმოვიტანე ახლა პერგამენტის ქაღალი დავაფინე და უკვე შეწვისკენ რომ წავაკიდე ესე ამოურევ კიდე და საბოლოო ვარიანტს გაჩვენებთ. ნახეთ რა მაგარია. ნახეთ რა ლამაზია. აი ეს რა ქვია ამას, რა ქვია ბადრიჯანი არ გავთალე რომ ეს შავები ნახეთ როგორ უხდება, რა ლამაზია. გაზაფხულის დედოფალს არა გავს ეს რაგუ. ეხლა გამოვაცხობ და დაგიბრუნდებით. და აი ისიც მისი უდიდებულესობა უგემრიელესი, ვაიმე, ნახეთ, ამდენი რაოდენობა, ნახეთ რა მარტივია, კარგად გამოცხვა, მინიმალური ზეითუნის ზეთით, ეხლა ამას გადავიტან ქვაბში, ხორცი იქნება, თევზი იქნება, ერთი კვირა, იმის პრობლემა და დარდი არ მექნება, გრამაჟობით კვებაში რა მივირთვა. აი მოამზადეთ ასე, არის უგემრიელესი და უმარტივესი. ყველანაირი ბოსტნეული დავჭერი, აურიე და უყურეთ აი როგორ ვაკეთებ, მიყვარხარ.